გამარჯობა ჩემო დამრტყმელო სპორტის ოსტატო ხალხო. მიმდინარე სპორტულ მოვლენებს მინდა შევეხო. ესე იგი ამ დღეებში 2 დღის წინ კახეთში ყოფილა ქორწილი. ვიცით ხო ეგ ამბავი სლავური გარეგნობის და ეროვნების სამი ქალბატონი შეეცადა რაღაც ალიაკოთის შეტანას შეიტანა კიდევაც მოახერხა. მოკლედ ეს ჩვენი ქართველი ვაჟკაცი აუვარდა და მარჯვენა პირდაპირით მე მგონი თუ არ მეშლება ცხვირი გაუტეხა ამ გოგონას. ეხლა ნახეთ სლავი ეროვნების ქალბატონების მოქცევა ძალიან კარგად ვიცი მით უმეტეს თვალებისაც რა. აუტანლები არიან, გასაგებია და ძალიან ბევრი ზედმეტი მოუვიდოდა და რაც მოუვიდოდა ზედმეტი ეგეც დაახლოებით ხვდები. ხო, უბრალოდ მე რო ყოფილიყავი მეკორწილე მაგ ქალს ცხვირს არ გაუტეხავდი. ხო, აი მე არ გაუტეხავდი რა ცხვირს. ხო და ეხა მიდის კომენტარები რომ შენ გენაცვალე და შენ ვაჟკაცობას და მარჯვენა დაგელოცოს. აბა რა ეგრე უნდა იცოდეს მაგათმა და აღორები და ეს. რავი რა გითხრათ ხალხო, აი მე არ დავარტყავდი რა. ო, დააბრუნდეთ ეხლა ცოტა მაგის წინ. ძალიან მაგარი შეჯიბრი ჩატარდა ჭიდაობაში წინვალე. გახსოვთ ერთ-ერთმა ჩვენმა სპორტსმენმა დაღესტნელს აგინა და წიხლიც მიარტყა და ნუ მე მილიცია პოლიცია მთელი ამბები. მოდი აი მე გეტყვით ეხლა მეც გამივლია რაღაცები მეც გქონია იქ რაღაც კონფლიქტი ყველაფერი ხდება. კიდევ ერთხელ გეტყვით მე იმ დაღესტნელს წიხს არ დავარტყავდი. რატო? იმიტომ რომ კაცმა ეკითხა რა თავის ახლობელზე რაზე აგინებ, უბრალოდ აი რაზე შეაგინეო. აქ არ არისო და რაზე შეაგინეო. რაზეც მიიღო მასპინძლისგან წიხლი და გინება. ამასაც არ დავარტყავდი. ხო. გავყვეთ კიდე იქით რაგვარი იყო ის ბიჭი ფეხბურთელი. მოვიწდა. მოკლედ ბელარუსიულ კლუბს ეთამაშენ და ორმა უკრაინელმა და ერთმა ჩვენმა მექვაბიშვილი მე მგონი ქართველმა ბელარუსიულ კლუბის წარმომადგენლებს ხელი არ ჩამოართვეს ბელარუსებს. და ვაუ შენ გენაცვალე და ხოჩახდა რაღაცა ისევ ქება მიდის. მაგათ ეგრე მიაჩნიათ, კი ბატონო, ყველას თავისი აზრი აქვს. მე ბელარუს სპორტსმენს ხელს ჩამოვართვევდი. ხო, რავი, შეგახსენებთ ეხლა აი ანტიკური ოლიმპიადები საიდანაც წამოვიდა, ხო, ხოცავდნენ ერთმანეთს ერთი სახელმწიფო მეორე კონსულები. ხო და ომები ჩერდებოდა, ომი ჩერდებოდა და ტარდებოდა სპორტული თამაშები, ოლიმპიადა დაარღვეს. ომები ჩერდებოდა და ერთმანეთს ხელსაც ართმევდნენ და ეჯიბრებოდნენ რაღაცეებში. ხო, ამან ხელი არ ჩამოართვა და გმირია. კარგი, კიდევ იქით წავიდით. აგერ დამთავრდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ეხლა ნორვეგიელი გულშემატკივრების მოქცევა ნახეთ რა, შეიკრიბენ. ნორვეგიაში, ამერიკაში ყველა ყოველ ჩავიდა. გაივსო სტადიონი, დააყენეს ეკრანი და ეს თავიანთი ნიჩბის მოსმა და რაღაცა ძალიან მაგარი რიტუალი. აი ამას ყიროდა მთელი სტადიონი. ნორვეგიაში და თვითონ ამერიკაში ხო
უყურებდით. აი ეს არის გულშემატკივრობა. ეხლა ჩვენი ზოგიერთი გულშემატკივარი რაღაც პოლიტიკურ რაღაცებს გამოაბავენ ეხლა კუთს რაღაცა და ისა მივიდეთო საქართველოს ნაკრების თამაშზეო იქ მონიტორებთანო რესპუბლიკის მოედანზეო ვიღაც მომღერალმა თუ მსახიობმა არც ვიცი ვინმე მივიდეთო და ზურგი შევაქციოთ და აი ესე დავდგეთო აი ეს არის ჩვენი გულშემატკივრები ეს არის ნორვეგიელები ზოგიერთები რა თქმა უნდა იქ ხალხი მივიდა და ზურგი კი არა ალალად და მაგრა უგულშემატკივრა ვენაცვალე ყველას ხო კიდე რა გითხრათ სტადიონზე რა ვიცი რაღაცა შემადგენლობაა ესა დაიწყეს ხტუნაობა ვინც არ ახდეს პუტინიაო ბიჭო რაზე უნდა ახდე შენ დაძახებულზე ხა პუტინიც ახარ და პესკოვიც და კიდე ლავროვიც კიდე რას ქვია შენ რო იტყვი მაშინ უნდა ახდეს ხალხი ამ ყველა 50,000 კაცი და თუ არ ახდი პუტინი აი ეგეთი გულშემატკივრობისა მე ვერ გავიგე და თუ მე გაიგეთ ამიხსენით რა ემოცემულ ეტაპზე ამის თქმა მინდოდა და ყველაფერი კარგად იქნება რა თქმა უნდა